როგორ მოვიშოროთ თავიდან ცუდი ფიქრები და აზრები? ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ არ ვიფიქროთ და გავექცეთ ამ ცუდ ფიქრებს და აზრებს. აი მაგალითად ვიტყვი. დავუშვათ არსებობს ავი ძაღლი. ამ ავძაღლს დავარქვათ ცუდი ფიქრები. აი დავუშვათ ეზოში, სადაც თქვენ ცხოვრობთ უბანში. ეხლა სახლში რომ მიდიხარ, დავუშვათ სახლიდან გამოხვედი. სახლიდან გამოხვედი და ეს ცუდი ფიქრები გამოგეკიდა. იმ ავძაღლს ხო ცუდი ფიქრები დავარქვით. ეხლა ჩვენ რას ვაკეთებთ? დავუშვათ ეს არის ძაღლი. დავუშვათ ეს არის ძაღლი. გავჩერდებით, მივტრიალდებით ამ ძაღლისკენ, რომელიც მოგდევს და ესე აუწევ და კბილებს უთვალიერებთ, აბა როგორი კბილები გაქვს, ხო? ხო არ ვაკეთებ. მაშინ სახლში ხო გავრბივართ. ხო და როდესაც ჩვენ ცუდი ფიქრები მოგვდის, ჩვენ რითი უნდა გავექცეთ, იცი? სახლში უნდა გავექცეთ. სახლი ჩვენი რა არის, იცი? სამოთხეში ხო დააბინავა ღმერთმა ადამი და ევა. და ჩვენი სამოთხე არის, ჩვენი სახლი სამოთხეა, სასუფეველი, ანუ სადაც ღმერთია. და ჩვენი ფიქრები ღმერთისკენ უნდა გაიქცნენ მაშინ. ღმერთზე უნდა იფიქრო, უნდა ილოცო, რომ უფალო შემეწიე, რომ აი ამათ გადაუცე. დავუშვათ სახლთან დედა დაინახე, არ ეტყვი, რომ დედიკო დამეხმარე ძაღლი მომდეს. აქაც ეტყვი, უფალო შემეწიე, ეს ფიქრები რომ მოვიშორო თავიდან. და უფალით შეგეწა.